რა შედეგები აქვს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას? პროგრამა 5 წელზეა გაწერილი და ამ ხნის მანძილზე საქართველოში 200,000-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი C ჰეპატიტისგან უნდა განიკურნოს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ბატონი პაატა იმინაძე და ასევე პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე თემურ რადიანი. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ბატონ პაატა, პროგრამა დაიწყო მაისში, 6 თვე გავიდა და თითქმის სრულდება პირველი ეტაპი. პირველ ეტაპზე შერჩეულები იყვნენ განსაკუთრებით რთული ფორმის მქონე პაციენტები. რა შედეგები იდება 6 თვის თავზე? ნუ შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი პირველი ეტაპი ითვალისწინებდა დაახლოებით 500,000 ადამიანის მკურნალობას და უბრალოდ დავაზუსტეთ, მე პროგრამა არ არის მკურნალობის, პროგრამა არის ელიმინაციის, ანუ აღმოფხურის ქვეყანაში თქვათ ამ დაავადების და ეს არის პირველი პრეცედენტი მსოფლიოში, როდესაც ქრონიკული დაავადება ვირუსული შეიძლება ქვეყანაში აღმოიფხვრას. და აი სწორედ ეს პირველი 500,000 იყო ის ადამიანი, ვინც ვერ დაელოდებოდა ამ პროგრამის ამუშავებას, იმიტომ რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ლაპარაკია მესამე-მეოთხე ხარისხის ფიბროზებისაც ჰქონდა, არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ კიდევ რამდენიმე თვე დაალოდებოდნენ თქვათ პროგრამის ამუშავებას, ამიტომ მათი მკურნალობა დაიწყო უკვე გაზაფხულიდან და პრინციპში ჩვენ გვაქვს ესე 500,000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. დაახლოებით 1000-მა უკვე დაამთავრა მკურნალობა. ეს ნიშნავს, რომ 1000 ადამიანი უკვე განიკურნა. მათი ნახევარი, ასე ვთქვათ, ვისაც კიდე აი სამთვიანი ვადა გავიდა, როდესაც მკურნალობას დაასრულებენ და შემდეგ 3 თვის მერე კიდე ხდება, ასე ვთქვათ, გაუნულდათ ვირუსი, ჩვენ ექიმები ამას ვთქვათ ხოლმე, ანუ ვირუსი აღარ არის მათ ორგანიზმში. და ნუ ეს არის რაღაც ფანტასტიკური შედეგია ფაქტიურად, აი ვინც დაამთავრა დღეისათვის მკურნალობა, 97%-ია განკურნებული სრულად. ვინც ამთავრებს ამ მკურნალობას, შემდეგ ჭირდება კიდევ რამე თქვათ რაზროვის მერე გამეორება? აი ეს არის, რომ დამთავრდება შეიძლება განულებული იყოს, მაგრამ მერე გადამოწმება სჭირდება ამას 3 თვის მერე, რომ არის სრულად განულდა ვირუსი. ასე რომ ანუ აი მართლაც ეს რაღაც ისეთი პრაქტიკული ჩემზე კარგად გაზრობებია ამ ადამიანებისათვის. ერთ-ერთი ესეთი ხმწოდებით თქვენ, რომელსაც სასიხარულოდ ეს ვირუსი შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს აღარ აქვს. როგორ ჩაიარა ამ პროცესმა მკურნალობის 6 თვის და როგორ მიიღეთ ეს ყველაფერი თქვენ? თვითონ პაციენტისთვის როგორია ეს პერიოდი? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მშვიდობისა. ნუ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც დავიწყე ამ პრეპარატით მკურნალობა. მე დავიწყე 15 მაისს. და ამ ფრის განმავლობაში, როდესაც 1 თვის მერე მოხდა გადამოწმება მკურნალობის დაწყებიდან სისხლის ანალიზის, უკვე იქ ვირუსი აღარ იყო. სიმართლე რომ ვიტყვით, შარშან ამ დროს მე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემ ცხოვრებაში 1 წლის მერე დადგებოდა ის მომენტი, როცა მე უკვე როგორც ყოფილ პაციენტ შემეძლო ამ თემაზე საუბარი და სიმართლე რომ ვიტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ და სიტყვების ამყოფის, თქვათ, იმ შინაგან მდგომარეობა ვიდან გამომდინარე, რასაც მე განვისდი ამ ხნის განმავლობაში. თვითონ ეს პროცესი რამდენად რთულია? თქვენ ადრე სხვა პრეპარატიც მოგისინჯათ, რომელიც პაციენტებისთვის რთულად მისაღებია ეს კურსი. ამ შემთხვევაში შეიძლება დისკომფორტი არის? არა, ნამდვილად არა. მე 2013 წელს დავიწყე ინტერფერონით და რიბავერენით მკურნალობა და მოხდა ჩემ შემთხვევაში ეს იმდენად ინდივიდუალურია, რომ ჩემ შემთხვევაში მოხდა პირიქით ვირუსი გამიმრავლდა და ანუ აზრი არ ქონდა მაშინ 3 თვე მკურნალობდი, 1 წელი იყო მაშინ ჩემი ასე ვთქვათ მკურნალობის კურსი დანიშნული და ძალიან მძიმედ ვიყავი და ნუ იძულებული გავხდი რომ დამენებებინა თავი ამ მკურნალობისთვის. ნუ არავითარი პერსპექტივა არ იყო პრინციპში გამოჯანმრთელების, იმიტომ რომ არ არსებობდა იმ დროისთვის პრეპარატი, რომელიც თქვათ ჯერ ერთი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ არსებობდა და უკვე დამთავრებული იყო კვლევები სოფოს ბურგერთან დაკავშირებით და მით უმეტეს, როდესაც გავიგე რა თანხებზე იყო ლაპარაკი, ნუ წარმოუდგენელი იყო მაშინ. ბატონ პაატა, ამაზე თქვენ გითხავთ, ეს პრეპარატი არის საკმაოდ ძვირადღირებული და ეს პრეპარატი არის ქართველი მოქალაქეებისთვის უფასო. დიახ, მართლაც ფასები ისეთია, ნუ თვითონ შეერთებულ შტატებშიც და ევროპის ქვეყნებშიც
ბევრი დაზღვევა არ ფარავს, ასე ვთქვათ, ამ პრეპარატით მკურნალობას. ერთი კურსი ადის $80,000-ზე მეტია ერთი კურსი, ერთი ადამიანისათვის საჭირო კურსი. Ну, უბრალოდ იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, შერჩევა, როდესაც მოლაპარაკება და როდესაც მიმდინარეობდა კომპანია გილიარდთან, რომელიც აწარმოებს, ну, საქართველოს შეირჩა როგორც სამოდელო ქვეყანა, მოლაპარაკება კარგ ხანს გრძელდებოდა, კიდევ 13 წელს დაიწყო. და უნდა დარწმუნებულიყვნენ ისინი, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლებოდა, ვთქვათ, ინფრასტრუქტურა ყოფილიყო, მომზადებული სპეციალისტები ყოფილიყვნენ, პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო მთავრობისაგან. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კორუფციული რისკები არ არის ქვეყანაში, და მხრივ რომ ვთქვათ, პრეპარატი არ გავიდოდა, ვთქვათ, ქვეყნიდან, ეხლა სხვა ქვეყანაში რომ $1,000 შენცა რომ უფასოდ არის. Ну, აი ეს პირველმა ეტაპმა სწორედ აჩვენა ის, რომ ახლა სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო ჩატარებული, ასე ვთქვათ, ამ პირველი ეტაპის შეჯამება, არის შექმნილი საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელიც ხდომა ჩატარდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ. და ну ძალიან მაღალი შეფასება მიიღო პირველმა ეტაპმა, ორგანიზება როგორ არის, ვთქვათ, ამ პრეპარატის. პირველ ეტაპს მოყვება მეორე ეტაპი, ბატონო პატა. მეორე ეტაპი რა იწყება? აი მეორე ეტაპი დაიწყო ფაქტიურად მეორე ეტაპი. ეს არის უკვე არა უბრალოდ იმ ადამიანების მკურნალობა, ვინც იციან, რომ ცეგეპატიტით ასეთები ეხლაც ვთქვათ, არის რამოდენიმე 1000 ადამიანი, ვინც რიგშია ელოდება, ვთქვათ, ვისაც არ ჰქონდა მძიმე ფორმები, მეორე ეტაპზე შემოსულ პრეპარატებს. ეს დაახლოებით იანვრიდან დაიწყება მეორე ეტაპი. და ამის გარდა თავარია რომ გამოვავლინოთ ის, ვინც არის ამ ვირუსის ტარებელი და სამწუხაროდ. თან ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ პაციენტი ამას რეალურად ვერ ხვდება. ადამიანები ამ ვირუსს ატარებენ ისე მთელი ცხოვრება, სანამ ვთქვათ, ღვიძლის ძიმე დაზიანება არ იქნება, შეიძლება საერთოდ არ იცოდეს ადამიანმა ამ ვირუსის ტარებელია და სამწუხაროდ ჩვენ ახლა მოვჩით კვლევა. ესეთი ეროვნული მასშტაბის კვლევა იყო, რომელიც მთელი საქართველო მოიცვა, განამარტო დიდი ქალაქები, ვთქვათ, ну, ეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება, ვთქვათ, მესტიაში მაგალითად ისეთ სოფელში მოვხვდით, სადაც 30 წელია სტუმარი არ ყოლიათ ტურისტებისგან, ასე ვთქვათ, გვერდით არის სოფელი, მაგრამ შერჩევაში მოხდა და დაახლოებით გამოვიდა ისე, რომ 6000-ზე მეტი ადამიანი მოხვდა ამ კვლევაში და სამწუხაროდ სადაც 7% დაახლოებით იმ ადამიანების თქვენ ქვეყანაში, ვინც არის ამ ვირუსით იყო ინფიცირებული, და აქედან 5% არის ანუ ადამიანების, რომლებსაც ეს ვირუსი აქტიურად აქვთ დღეს ორგანიზმში. ანუ ციფრი დაახლოებით ის არის, რომ სადაც 5% ჭირდება ჩვენი მოსახლეობა. ეხლა უნდა გამოვავლინოთ. 2 დღის წინ დაიწყო სკრინინგის პროგრამა, რას გულისხმობს? სკრინინგი, ესე იგი, ჯერ დაიწყო სკრინინგის, ასე ვთქვათ, ჯერ სკრინინგი დაიწყო ჩვენი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, გაზაფხულზე 26 მაისი იყო იგივე რუსთაველზე, ვთქვათ, ვისაც უნდა და შეეძლო გაესინჯა, თავის თავი ქონდა თუ არაცე. შემდეგ ივლის-აგვისტოში აქციის სახით ტარდებოდა. მაშინ დაახლოებით 10000 ადამიანი მარტო ჩვენმა სამსახურმა გამოიკვლია და კიდევ მე კერძო კომპანიები შემოგვიერთდნენ სამედიცინო და 3000 ადამიანი იმათაც გასკრინეს. ჩვენ გამოგვივიდა, რომ აი ამ 10000-დან მოვიდა, ვინცაც ეჭვი ქონდა ალბათ, რომ თქვა ხო არ ქონდა, 20% იყო დადებითი. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ეს სკრინინგები გაფართოვდება, უკვე ჩაერთო, თქვა, ორსული ქალების სკრინინგი, ადრე მარტო ბგეპატიტზე, სიფილისზე და HIV-ზე ისინჯებოდა, ეხლა დაემატა ცეგეპატიტი. გარდა ამისა, ყველა დონორი ისედაც ისინჯება, თქვა, ცეგეპატიტზე, რა თქმა უნდა, სპეციალური მაღალი რისკის ჯგუფებთან არის ზიანის შემცირების ქსელი საქართველოსში, რომელსაც გადაეცა 4 მანქანა გუშინ, რომ ეს მობილური ჯგუფები იქნება და ისინი იმუშავებენ ამ გამოვლენაზე და ჩვენ ცენტრში და ჩვენი ცენტრის ფილიალებში საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში დაიწყო ასევე უფასო სკრინინგის პროგრამა, ნებისმიერ მსურველი შეუძლია მივიდეს და მას ჩაუტარებენ ცეგეპატიტზე. რაც ყველაზე მთავარია, 5 წელზე ეს პროგრამა გაწერილი, ჩვენ იმით დავიტოვებთ, რომ 5 წელში საქართველოში ცეგეპატიტის პრობლემა, ჰეპატიტის პრობლემა აღმოიფხვრება. ძალიან დიდი მადლობა. სოფლიო გვეყურებს ახლა, რომ შევძლებთ თუ არა ამას. ჩვენ ამას შევძლებთ, ოპტიმიზმი ამისთვის ნამდვილად არსებობს ამ შედეგებიდან გამომდინარე. მადლობა. დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ. გიგავნაგდეთ.